როდესაც კომპიუტერზე ადმინისტრატორის სახელის სარგებლო ძალიან ბევრი რამის შესვლა შეგიძლიათ. და იქ მინდა გაჩვენოთ ერთი პატარა რაღაცა. ასე არ ვიცი რა უნდა დავარქვათ, მაგრამ არის ესეთი რაღაცა, რომელთაც შეგიძლიათ ნებისმიერ users ან თუნდაც საკუთარ თავს შეუცვალო პაროლი. კომპიუტერს ოღონდ უნდა სარგებლობთ ადმინისტრატორის პაროლით. სახელით. ამ შემთხვევაში ხა მოდი დავიწყოთ თუ როგორ ხდება. შევდივარ რანში, შევდივარ CMD, ეს არის Microsoft Office. ხსნი ესეთ რაღაცას. ახლა ვწერ მე ესეთ რაღაცას NetUser. NetUser აქ არის ისინი, რომლებიც ჩემ კომპიუტერზე არიან უზერები რა. ახლა ამ შემთხვევაში ერთია მხოლოდ მე, რადგან სხვა არ არის. და თუ სხვა იქნებოდა გახსნი, აუცილებლად დამიწერდა აქ მე. ამის შესახებ შემიძლია მივიღო ინფორმაცია ჩემი თავის შესახებ. NetUser და შემდეგ დავწერ იკას და აქ მივიღებ ინფორმაციას თუ ვინ ვარ, რას წარმოვადგენთ, თითო რეგისტრით და ასე. შემდეგ მეყენა პაროლი არ მეყენა, მაგ ძალიან რაღაცები წერია. ხო, მოკლედ აქედან შესაძლებელია პაროლის შეცვლა. თუ მე აქ სხვა უზერის სახელს დავწერდი, თუ იარსებებდა სხვა უზერი ჩემ კომპიუტერში და მის სახელს დავწერდი, რა თქმა უნდა მომაწოდებდა ინფორმაციას მის შესახებ. შემიძლია დავწერო NetUser, იგა და შემდეგ მივცე ესეთი რაღაცა. ეს არის pipgear-ი, დავაწერ და ამომიგდო ასეთი რამ. ეს არის ახალი პასვორდი ჩასაწერი რაღაცა, ანუ უკვე ვცვლი უზერის პასვორდს და შემიძლია ჩავწერო ახალი. მოდი აქ დავსვათ რაიმე პაროლი 1 2 3 4 მაგალითად. თქვენ ხედავთ რომ არ დაწერა, მაგრამ სინამდვილეში ის დაიწერა და თქვენ იყავით რომ პაროლი არ შეგეშალოთ. შემდეგ დაიწერა ისე 1 2 3 4. ოკეი და პაროლი შეიცვალაო. ასე, ახლა მოდი შევამოწმოთ ჩვენი შეცვლილი პაროლი. 1 2 3 4 და როგორც ხედავ სისტემამ შემოგვიშვა. იგივე ბრძანების გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ. იგივე კონტროლ პანელიდან, მაგრამ კონტროლ პანელი არ ცვლის ყველას ეს აკეთებს თავის თავზე რა თქმა უნდა. და შეუძლია თავის თავზე შეგიცვალოთ. მე ამოშების შემდეგ აქ remove password მიცემ და 1 2 3 4 ჩავწერთ და ჩვეულებრივ პაროლს ამოაგდოს, იმიტომ რომ თუ არ გჭირდებათ რა თქმა უნდა ზედმეტია. ესეთი მარტივი რა.